თუ არა? მე პრინციპში ვერც ვიტყოდი რომ რაღაც გარკვეული და კონკრეტული კურსი ამ ეტაპზე არის გამოკვეთილი. ჯერჯერობით დეკლარირებული არის რომ სურს ცვლილებებიო. ჯერჯერობით ის სხვა არაფერი, ანუ სიახლესაც ის რომ მაგალითად გადაცემები უნდა გაჩერდეს და შემდეგ უნდა შეირჩეს ახალი გადაცემები, ეს სწორი ნაბიჯია? მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი, ოღონდ ცვლილება ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს არც მათი თვითმიზანი და არც საზოგადოების თვითმიზანი, ვინც აფინანსებს ამარხს. ჩვენ ყველა უყურებთ ამ წლების განმავლობაში არხის რეიტინგი იყო 0. ვერასოდეს ვერავინ ვერ იტყვის რომ მათ დაფინანსება არ ქონდათ როგორც ეს ჩვენაირ ქვეყნებში და კონკრეტულად საქართველოში აპელირება ხდება ხოლმე იმაზე რომ ფინანსები არ ყოფნის და დაგაფინანსდა 44-45 მილიონი სრულიად საკმარისია იმისათვის რომ კონკრეტული ტელევიზია სამეულში მაინც შედიოდეს რეიტინგებით და ჩვენ ხედავთ რომ ბოდიში გამოთქვაზე პლენტუსის დაბლა იყო ყოველთვის და დღესაც ასერჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თელმა საზოგადოებამ ჯერ ეგრეთი, მაგრამ კონკრეტულად და პირველ რიგში იმ ადამიანებმა, ვისაც ამ წლების განმავლობაში ამ არხთან შეხება ჰქონდათ, ვინც აკეთებდნენ დაწყებული ყველაზე ქვედარგოლებიდან დამთავრებული, ვინც ხელმძღვანელობდა, ესენი იქნებოდნენ გენერალური დირექტორები თუ ესენი იქნებოდნენ სამეურვეო საბჭოს წევრები, რომელიც ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე შეიცვალა. ეხლა საუბარი აქტიურად და ამ ორი გადაცემის მაგალითზე მოყავთ ხოლმე რომ დავუშვით რაღაც არასასურველი პროცესები არის ესენი არის სალომე ასათიანის ინტერვიუ და გოგი გვახარიას წითელი ზონა ხო მე მგონი ოღონდ მე ესე ვხედავ ან ესე მინდა დავინახო რომ არავის უთქვავს უარი ამ ტიპის გადაცემების არსებობის უფლებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში. აქ საუბარი ამ კონკრეტულ გადაცემის რომელიც შეიძლება ამოწურეს თავისთავად, რომელიც შეიძლება ვერ გახდნენ რეიტინგულები, რომელიც შეიძლება თავის დროზე იყვნენ რეიტინგულები, მაგრამ ვერ განვითარდნენ. მე თუ გავხდები სამეურვეო საბჭოს წევრი, მე მექნება მაგალითად ორი პრინციპი. ძირითადი პრინციპი, ეს იქნება გამჭვირვალობა და კონკურენტულობა. ნებისმიერი გადაცემა, რომელიც იქნება ამ არხის ეთერში კონკურენციას უნდა გაუძლოს სხვა გადაცემებთან, სხვა პროექტებთან მიმართებაში და ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. დიდი ხანია მრავალი წელია მე პრეტენზია მაქვს მაგალითად და ამაზე უნდა მსჯელობდეთ ჩვენ ევროვიზიასთან დაკავშირებით. არგუმენტი ჯერჯერობით ამ წლების განმავლობაში არის ერთადერთი რომ ეს ემსახურება საქართველოს ცნობადობას მსოფლიოში. რასაც მე პრინციპულად არ ვეთანხმები, თუმცა ყოველთვის ვამბობ იმას, რომ საქართველოს ცნობადობა საქართველოშიც კი უნდა გაიზარდოს და ჩემი პატივისცემა მინდა დაუდასტურო ალბათ თამარ გაჩიჩილაძეს რომელსაც ამას ბრძანა რომ მე ამ ევროვიზიაზე მივიღე ფასდაუდებელი გამოცდილება უკაცრავად მაგრამ ჩემი გადასახდელი შენი გამოცდილება კარგი და მე იანთაძე უნდა ჩავრთო ახლა პირდაპირ ეთერში მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან ასე ეს უნდა იყოს დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თუ არა ხელისუფლების გავლენისა და კონტროლის ქვეშ თქვენი აზრით თქვენი მუშაობა გსურთ და ამიტომ მე ვეთანხმები როცა თქვენ თამარმას თქვა და ნინომას თქვა რომ ნებისმიერი ხელისუფლება და ამას უყურებ ჩვენ წლების განმავლობაში და მარტო აქ არ ხდება ალბათ ყველგან ხდება ეს სოფლიოში ეს თუნება ყოველთვის გააჩნია მაგრამ რამდენადაც მე უყურებ საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებით მას შემდეგ ვაკვირდები უფრო რაც ახალი მენეჯმენტი მივიდა ხშირ შემთხვევაში მე ვხედავ ხოლმე მიკერძოებას სწორედ და ტენდენციურობას ოღონდ არა ხელისუფლების სასარგებლოდ მე არც ერთი მხარე არ მინდა ამ შემთხვევაში ტენდენციური იყოს ოპოზიციის სასარგებლოდ ისე საერთოდ ალბათ მაინც უფრო ლოგიკური იქნებოდა ყოველთვის ოპოზიცია და კრიტიკული აზრი მეტი ისმოდეს, მაგრამ კრიტიკული აზრის თავისთავად თვითმიზანი არ არის, ჩვენ ხო შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ მენეჯმენტი უფრო იხრება ოპოზიციისგან. აი, მაგათ ეს ახლა ანუ ჩვენიანია მაგას. ბატონო, ჩვენიანია ოპოზიცია. შეიძლება არ ვიცი მე იანთაძე ვისიანი, შეიძლება არც არ ვისიანი, არა, ერთი წამით. ეხლა შეიძლება იანთაძე და ვასილ მაღლაფერიძე იყვნენ, ნუ არ ვიცი რა, ანუ ბიზნესისტები მაგალითად ისევე როგორც რაგვარი იყო კინწურაშვილი თავისუფლების იყო მიშისტი ხო სიტყვაზე მაგრამ შიგნი არიან ადამიანები ხა არის თქვენ ამდენად ხა ჟურნალისტიკასთან და შიგივე ტელევიზიასთან მაგრამ ეს სიტუაცია საბოლოო ჯამში ის რიგითი თანამშრომლები გამნათებელი იქნება ოპერატორი იქნება მემონტაჟე იქნება პროდიუსერი იქნება ისინი საბოლოო ჯამში ყველა ეს ადამიანები გავლენას ყოველთვის ახდენენ
სიუჟეტის შინაარსზე, მის დაუშვათ მიმართულებაზე, მის აქცენტებზე, ეს არა მარტო ტელევიზიაში, ზოგადად ჟურნალისტიკაში ესეა. ნიუსი შეგიძლია 1000-ნაირად დაწერო. მე ახლა რაც თქვი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. დღესაც ახლა მაგალითად საზოგადოებრივ რადიოს უსმენდი, იყო ჩოკოშვილის გადაცემა. საუბარი იყო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე, იქ ხმების გადანაწილება. შენ ყავდათ ორი ადამიანი, სტუმარი, რომელსაც ერთი პოზიცია ეკავა. ერთი იყო საერთაშორისო გამარჯვება, არა. სამართლიანი არჩევნებიდან, მეორე იყო კონსტიტუციის 52 მუხლიდან. ხო არსებობს ალბათ რაც მესამე პოზიცია, რომელსაც არა ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ სხვა NGO აფიქსირებს. დიდი მადლობა. ჩვენ გავშლით უბრალოდ, ცალი მხარე იყო, მე გეუბნები დღევანდელ ამბავს. ახლა გუშინაც იყო, გუშინწინაც იყო ასეთი, მაგრამ მე არ ვამბობ იმას, მე ყოველთვის მივესალმებ იმას, რომ ოპოზიცია გაცილებით მეტად იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და იყოს დემოკრატია. ია ანთაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ჩაგვერთვა ახლა პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობისა ქალბატონო ია. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს სტუმრებს და მაყურებელს. ქალბატონო ია, ის რომ გადაცემა